ჩემო მეგობრებო, ჩემო YouTube მაყურებლებო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემთან ერთად. მადლობა, ვინც გამოიწერეთ გვერდი და შემომიეცდით. მოკლედ, ეს ოქტომბრის პირველი რიცხვი მინდა დავიწყო. ოქტომბრისთვის მიმოხილვით და იმედი მაქვს, რომ საინტერესო იქნება ის გაშლა თქვენთვის და იმედი მაქვს, რომ საინტერესო კითხვებს წარმოგიდგენთ დღეს. მადლობა კიდევ ერთხელ, ვინც გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ვინც შემომიერთდით Facebook-ზე და Instagram-ზე. შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე. გაშლებს ვაკეთებ როგორც ერთ ან რამოდენიმე კითხვაზე, ასევე სრული კონსულტაციებით შეგიძლიათ რომ დაჯავშნოთ ჩემთან. მათ ვისაც არ გამოგიწერიათ ეს გვერდი, ძალიან გამიხარდება თუ გამოიწერთ, ასევე თუ უყურებთ ბოლო ვიდეოს და დამიწერთ ერთ კომენტარს მაინც, ეს ძალიან ამახალისებს და უფრო მეტ мотивაციას მომცემს. თუ რომელიმე თქვენთანგანს მაგალითად გაქვთ რაიმე კონკრეტული კითხვა, რაც გსურთ რომ გავაკეთო გაშლა, შეიძლება ის იყოს უბრალოდ ერთი კონკრეტული კითხვა, ხომ? შეგიძლიათ რომ ესეც მომწეროთ, ან აქ დამიტოვოთ კითხვა, ან პირადში მომწეროთ და Facebook-ზე ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე და Instagram-ზე პატარა გაშლებს, ანუ ერთ კონკრეტულ კითხვაზე, ესე არ ვთქვათ, ხომ? არა ესეც როგორც ცოლს ეხლა აქ. და იქ შემიძლია შემოგთავაზოთ, ან თუ დიდი გაშლის ვერსია გექნება, შემიძლია აქ შემოგთავაზოთ. მოკლედ, ღია და თავისუფალი ვარ, თქვენს მიერ შემოთავაზებული იდეებისგან, თქვენს მიერ შემოთავაზებული კითხვებისგან, ხომ? მოკლედ, მადლობა, აღარ მინდა რომ თავი შეგაწყინოთ, ეხლა ჩემი საუბრით. დავიწყოთ გაშლა და ეს იქნება ოქტომბრის თვის გაშლა. აქ არის სათითაო არკანი წარმოდგენილი და მე პროცესში თან დავუმატებ კითხვებს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, როგორც უკვე იცით, ხელები და ფეხები არ გადააჯვარდნოთ ერთმანეთს და მივყვეთ მოკლედ, აბა ვნახოთ, როგორი იქნება ზოგადად ოქტომბრის თვე თქვენთვის, რა უნდა გაითვალისწინოთ, რა სიხლები შემოვა, მოკლედ ყველაფერი ვნახოთ, ხო? და მე ახლა იმედი მაქვს, რომ შეარჩიეთ და მე ახლა დავიწყებ პირველი არკანით. ესე იგი, პირველი კითხვა არის, ზოგადად გვექნება 6 კითხვა, ეს ამიცოდეთ. რა ენერგიებით იწყებთ ზოგადად თვეს, რა სიახლე შემოვა, ეს იქნება ესე მეორე კითხვა, რა უნდა მოიტოვოთ უკან, აქამდე რაც იყო, რასთან უნდა იყოთ ფრთხილად, რა გაგიხარდებათ, ყველაზე მეტად და მოკლედ რჩება. იმედი მაქვს, რომ ეს ყველა ვარიანტი ესე კარგად ჩანს და მე ახლა ვისაუბრებ უშუალოდ ამ საკითხებზე. ზოგადად პირველი, ანუ რაც არის, ესე წამოწიოთ, ზოგადად ენერგიები. აქამდე თუ გქონდათ ცოტათი გადაღლილი თუ იყავით ემოციურად, გამოფიტული თუ იყავით და გრძნობდით თავს, თითქოს ანუ ეხლა ამისი პარალელური ემოციები შემოვა თქვენთვის. თითქოს ეს გამოფიტული ემოციები, გამოფიტული მდგომარეობა არის ბოლო თქვენ შემთხვევაში და ოქტომბერს იწყებთ ახალი შემართებით, ახალი გაძლიერებული ენერგიებით და ენერგეტიკებით, რაც ძალიან კარგი მომტანი არის, ესე ცალსახათრო ვთქვათ თქვენთვის. ანუ ოქტომბრის თვე, ესე რომ ვთქვათ, ანუ ენერგიით დაიწყება თქვენთვის, ანუ თითქოს ძალიან დიდ მოსწყობილ ენერგიას იგრძნობთ, რაც აქამდე არ ქონიათ, აქამდე შეიძლება რაღაცა პირიქით უფრო უენერგიობას გრძნობდით, გამოფიტული იყავით, რაღაც არაფრის ხალის არ იყო. ეს თქვენთვის დაიწყება, რომ დიდი ენერგიებით, ესე რომ ვთქვათ, რა თითქოს შეიძლება ერთადერთი აქ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ოქტომბრის პირველი კვირა იყოს, რომ შედარებით ნაკლებად ძლიერი ენერგიები იყოს, ის ძველი ენერგიები ცოტა შემორჩენილი გქონდეთ, მაგრამ ზოგადად მთლიანობაში ეს დადებითი ენერგიები და ენერგეტიკები შემოდის მოკლედ თქვენთვის ოქტომბრის თვეში და ამას მაშინვე იგრძნობთ და მოკლედ ძალიან გამიხარდება, რომ საუბრობთ ახლა ოქტომბერში, ნახავთ ამ ვიდეოს და თუ დასაწყისში ან შუაში ან ბოლოში მოგიხდათ ამ ვიდეოს ნახვა, აი დამიწერეთ კომენტარით, მე რამდენად რეზონირდება ეს თქვენთვის, იმიტომ რომ აქ ეს არის ცალსახა. სიახლეებში შემოდის, რაღაცა დიდი კარგი სიახლე უნდა შემოვიდეს პირად ურთიერთობაში. თუ პირად ურთიერთობაში ამ ეტაპზე ურთიერთობაში ხართ, მაშინ იცოდეთ, რომ ახალ ეტაპზე გადავა თქვენი ურთიერთობა და აი ახალ კარგნაბიც გადადგავთ ურთიერთობაში სიტუაციების მოგვარება, დაალაგება, გამოსწორებები გიჩვენთ იდეაში აქ, ხოლო მათ ვინც არ ხართ ურთიერთობაში და მიყურებთ, აი დარწმუნებული იყავით, რომ გამოჩნდება ახალი ადამიანი ოქტომბრის თვეში, სწორედ აი ამ თვეში, რომელთანაც პარტნიორულ ურთიერთობას აწყობთ. აი ეს მოდის მოკლედ აქ.
რა უნდა მოიტოვოთ უკან ესეთი კითხვა არის. უკან უნდა მოიტოვოთ წყენები, ანუ შეიძლება ბევრი ადამიანის მიმართ გაქვთ წყენები, გულის ტკენები და აი ეს წყენები უნდა დატოვოთ უკან. აი ამ თქვენი წყენებით თქვენს ძვირფას ენერგიას და ენერგეტიკას აზიანებთ. ეს მინდა რომ იცოდეთ და გაითვალისწინოთ და რაც უნდა გაითვალისწინოთ, ანუ ყველაზე მეტად რაც უნდა იცოდეთ, აი ძველი საკითხები დატოვეთ წარსულში, რაც აქამდე იყო, სწორედ ახლა არის ის პერიოდი, რაღაც აი ახალი ფურცლიდან დაიწყოთ ცხოვრება, რაღაც ახალი პერიოდები და მდგომარეობები შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში და თუ აქამდე რაიმე გაწყენენ, თუ აქამდე იყო ისეთი სიტუაციები, რა მდგომარეობები არ თუ ისე კარგად მიმდინარეობდა, ხო და რაღაცა წყენები იყო, უსიამოვნო საკითხები იყო. ეხლა ამას გულისხმობ პირად ურთიერთობაშიც, ამას გულისხმობ კოლეგებთან, სამსახურში, ოჯახში, მეგობრებთან, ყველას მიმართ ეს წყენები მოიტოვეთ უკან, რომ განთავისუფლდეთ აი ამ ყველაფრისგან. ეს იქნება რეალურად ყველაზე უფრო სწორი, რომ მოიტოვოთ ეს ყველაფერი უკან. რასთან უნდა იყოთ ფრთხილად? მოკლედ, იყავით ადამიანებთან და აშკარად ვახჩანს, რომ შეიძლება ეს დაძაბულობები და ენერგეტიკული გამოფიტვებიც ხო რეზონანსში ჩდება, რომ აი ადამიანებთან და ადამიანების ჯგუფთან, ხალხთან ქონდათ ცოტათი კონფლიქტი და დაძაბული პერიოდები და ურთიერთობები. შეიძლება იყოს სხვადასხვა ადამიანები ყოველას ცხოვრებაში, ხო? ხო და აქ რეალურად ჩანს ის, რომ ფრთხილად იყავით გარშემოყოფებთან, იმიტომ რომ აი შეიძლება რაღაცა ძალიან უხეშად გითხრათ, ცივად გითხრათ, არც თუ ისე თბილად და დადებითად მოგეპრან გარშემოყოფ და აი ახლო ადამიანები თქვენთვის და ფრთხილად იყავით ურთიერთობებში, იმიტომ რომ შეიძლება ვინმე უბრალოდ რაიმე პატარა ნეგატიური კომენტარი გითხრათ, რაც ძალიან მოხვდეთ გულზე, ესე რომ ვთქვათ, რამაც გადკინოთ გული და მე თქვენს უფრო უმეტი პასუხი დაუბრუნდეთ და რაიმე კამაცა და დაძაბულობაში არ ამოყოთ თავი. ანუ გახსოვდეთ, რომ ეს წყენები უკან დატოვოთ და ფრთხილად იყავით, რომ ახალ გაუგებრობებში არ შეხვიდეთ. რაც შეეხება, ანუ ყველაზე მეტად რაც გაგიხარდებათ, აი ამ რთული პერიოდების, კამათების, დაძაბულობების და უსიამოვნებების ჩახურვა ჩანს. არა მხოლოდ ერთ, არამედ შეიძლება რამოდენიმე ადამიანთან იყოს ეს, რა, აი, თითქოს რაღაცა ყველა სახე გამოაშკარავდება, ყველას რეალურ სახეს დაინახავთ და წერტილის დასმას მოინდომებთ, რა, ეს მოდის რეალურად აქ. ანუ ყველაზე კარგი, ისე რომ ვთქვათ, რაც ახლა გაგახარებთ, არის რომ აი გამოაშკარება ადამიანების და ის წარსული წყენებისგან, წარსული სიტუაციებისგან განთავისუფლება გიჩანთ, აი აშკარად. ამის მონდომებაც გაქვთ, რომ ყველაფრისგან განთავისუფლდეთ რა იდეაში აქ და მოკლედ ამისგან თავისუფლდებით. რაც შეეხება ახლა ზოგადი რჩევა არის ძალიან საინტერესო, ხო? ისე რომ ვნახოთ ესე რომ ვთქვათ, ანუ წინ ძალიან საინტერესო თავგადასავლები გელოდებათ და ოქტომბრის თვე სწორედ თქვენთვის იქნება, რომ აი ამ თავგადასავლებით, აი როგორც აქ ახლა არკანში ჩანს, რომ ადამიანი ადის მაღალ კლდეზე, ხო და რაღაცა წინ მიიწევს. სწორედ ეს იქნება საწყისი თვე თქვენთვის. აი ეს წარსული საკითხები ნახეთ, უკვე დასრულდა, უკვე დამთავრდა, ყველაფერი რაღაცა თავის ამბავს დაუბრუნდა და ეხლა სწორედ იწყება ესეთი პერიოდები, რომ ზევით და წინ წახვიდეთ და ზოგადად ჩავა ეს არის, რომ ეს ყველაფერს წარსულს დაუსვათ წერტილი და წინ განაგზოთ ქსა, იმიტომ რომ ეს ოქტომბერი არის სწორედ იმის საწყისი, რომ აი ესეთ დიდ რაღაცა გამოწვევებს შეეჭიდოთ და ახვიდეთ ზევით და მწვერვალზე. აი ეს რომ ყველაფერი არის თქვენს ხელში, შესაძლებლობა და პოტენციალი ნამდვილად გაქვთ, რომ გამოსწოროთ მდგომარეობები, წარსული მოიტოვოთ უკან, შემოდის რაღაცა კარგი დადებითი ამბების თქვენ შემთხვევაში და მშვენიერი საწყისები ჩანს. ასე რომ მშვენიერი ოქტომბრის თვე გელოდებათ პირველი ვარიანტის ამორჩევლებო და ძალიან გამიხარდება თუ გამიზიარებთ რამდენად რეზონირდა ეს თქვენთვის, რამდენად მოგეწონათ ეს გაშლა და თქვენ შეხედულებებს თუ გამიზიარებთ, ეს იქნება ძალიან სასიხარულო ჩემთვის. ეხლა მოდი გადავიდეთ მეორე ვარიანტის წაკითხვაზე და მე აქ ახლა ამოვიღებ დანარჩენ არკანებს და დავამატოთ და ვნახოთ რა იქნება. გამოდის ძალიან საინტერესო არის. პირველი კითხვა რეალურად რაც გვაქვს ჩვენ არის როგორი ენერგიებით დაიწყებთ და მოკლედ ეს ენერგიები იქნება ძალიან ცვალებადი. აი ერთი დღე შეიძლება იყოს ძალიან ამაღლებულ განწყობაზე, ყველაფრის მოგვარება გინდოდეთ, ყველა გამოწვევას ჩაეჭიდოთ, მოეჭიდოთ. მეორე დღე შეიძლება საერთოდ ამისი ძალა არ გქონდეთ, ხალისი არ გქონდეთ, არაფერი არ გინდოდეთ, სახლიდან გარეთ გასვლა არ გინდოდეთ. ანუ ცოტათი არეული ემოციური საკითხები მოდის რა რეალურად აქ, ანუ ერთ სტაბილურ ენერგიას ვერ ხედავ, ანუ ენერგიების ესეთ მორევში იქნებით.
ჩაძირული რეალურად. ანუ ეს ენერგიები იქნება ძალიან ცვალებადი თქვენთვის. თან რაღაცა კარგი ემოციები და ენერგიები მოდის, თან რაღაცა არეული ემოციები მოდის. უფრო ეს მოდის, ანუ არის ერთ კონკრეტულ სტაბილურ ენერგიებს ვერ ხედავ. ერთი დღე ძალიან კარგ და ამაღლებულ ხასიათზე იქნებით, მეორე დღე საერთოდ რაღაცა არეულ ხასიათზე. ანუ ამ არკანიდან გამომდინარე, ეს შემიძლია რომ ვთქვა. რაც შეეხება რა სიახლე შემოვა. სიახლე რეალურად აქ ეხება იმას, რომ ანუ აქამდე რაც გაწუხებთ რომ მოგვარებული იყო, თითქოს აი ამ საკითხის მოგვარებები გიჩვენთ. უმეტესობისთვის ეს იქნება პირადი ურთიერთობის საკითხი, ვისაც პირადი გაწუხებთ განსაკუთრებით პირადი საკითხები გიგვარდებათ და ზოგიერთებისთვის ეს შეიძლება იყოს უფრო ფინანსური და კარიერული საკითხები. ანუ რა სიახლე შემოდის და ის შემოდის, რომ აი თქვენი ჩაფიქრებული პრობლემა, სიტუაცია, მდგომარეობა, რაც ბოლო კვირებია გაწუხებთ, და აქ არ გულისხმობ, რომ რაღაცა რომელი 6 და 7 თვის წინ გაწუხებთ ეს დამოუკიდებლად. ანუ პირადი ის კარიერის ესეთ საკითხები გვარდება და სწორედ ისე უნდა წარიმართოს მოვლენები, აი როგორც თქვენ იცნობთ თავს ძალიან კარგად და კომფორტულად. აი იცით როგორი სახლე შემორა, აი ხო ვამბობდი რომ ეს მაინც ესე მოხდებოდა, აი შინაგანმა მე რომ იცის რომ ყველაფერი მაინც ესე, აი ხო ვამბობდი რომ ეს ყველაფერი ესე განვითარდებოდა. სწორედ ესეთი რამ შემოდის აქ. ყოველ შემთხვევაში განვითარებული აი ამ სიახლით და შემოსული სახლით უკმაყოფილო არ უნდა დაარჩეთ. ანუ ერთადერთი აქ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს ყველაფერი ანუ ოქტომბრის არა დასაწყისში, არამედ უფრო მეორე ნახევრიდან ელოდეთ, რომ ეს საკითხი მოგვარდეს, რასაც ელოდებოდით, რა არის მოლოდინიც გქონდათ. შეიძლება ის მომენტი იყო აქ, რომ აი მაგალითად კარიერის საკითხი რო ავიღოთ, ხო ხა შეიძლება ზოგისთვის კარიერის საკითხი იყოს აქტუალური. ანუ აქ ის მომენტი იქნება, რომ აი ხო ველოდებოდი, რომ ეს უნდა მოგვარებულიყო და აი დამჯდარი, დაწყნარებული ველოდებით, რომ ეს უნდა მოხდეს. შინაგანად იცით კიდევაც რა, ძალიან თავდაჯერებულები ხართ, მეორე ვარიანტი სამორჩოლებოდა და ძალიან კარგია ეს ყველაფერი. თითქოს ეს სიახლე ისეთი ძალიან განსაკუთრებული არც კრემტკუსე ვიცოდი, რომ ესე მოხდებოდა. აი ესე შეხვდებით ამ შემოსულ სიახლეს. ნუ ეს მოდის აქ. უკან რა უნდა მოიტოვოთ? უკან უნდა მოიტოვოთ წარსულში მომხდარი საკითხები და რაღაცა ხედავ რომ შეიძლება ან წარსულს ვერ ელევით, ან ცოტა წარსულზე ხართ მიჯოჭული წარსულ გამოცდილებაზე. ისეთ წარსულზე, სადაც თქვენ მართალი და სწორი იყავით და აი მე ხო ესე ვიძახდი რომ მოხდებოდა და მე ხო ამ სიტუაციაში მართალი ვიყავდი. ანუ წარსული გდევთ ძალიან დიდი დროის, რომელსაც ვერ უსვამთ წერტილს და შეიძლება ეს უფრო უმეტესობისთვის იყოს პირადი ურთიერთობა. ანუ თითქოს რაღაცა მორჩა, ყველაფერი გაწყდა, შეიძლება თქვენთაგანთან ზოგიერთთან განქორწინების საკითხიც იყო და აი დაესო წერტილი, მაგრამ მაინც იმ წარსული საკითხთან ტრიალებთ და ვერ ასრულებთ. ან შეიძლება ზოგიერთისთვის ახლა ესე ზოგიერთისთვის, იმიტომ რომ ეს არის რა თქმა უნდა საჯარო გაშხვა და ესე კონკრეტულად ვერ მოხდება ხომ თქვენი საკითხის იდენტიფიცირება. ზოგიერთი თუ შეიძლება ეს იყოს აი სამსახურიდან წამოხვედით, მაგალითად, ნუ ისევ სამსახურის საკითხებს განიხილავთ. ანუ რა უნდა მოიტოვოთ უკან და რაც მოხდა წარსულში და აქამდე ეს ყველაფერი უკვე უნდა დაესვას წერტილი და დრო ახალი ფურცლის ესე რა ვთქვათ, ხო, თქვენს შემთხვევაში. რასთან უნდა იყოთ ფრთხილად? ანუ ფრთხილად იყავით, რომ თქვენმა ძალიან ახლო მეგობარმა და ადამიანმა არ მოგატყოთ. აი პირდაპირ ჩანს, რომ ესეთი ადამიანი ჩანს, ვინც აი ზოგში დანასრა ჩაგარტყავს რა, როგორც ვიტყვით ხოლმე, ხო? ფრთხილად იყავით, რომ ადამიანმა არ მოგატყოთ და ეს არის თქვენი მეგობარი და ახლობელი, რომელთანაც შეიძლება აი ძალიან დიდ დროს ატარებთ. ადამიანი არის, რომელიც შურის თვალით გიყურებთ და თქვენი ერთი ნაბიჯი საკმარისია რაღაცაში ფეხით წაგიცდეთ, რომ უარესი გაგიკეთოთ. ასე რომ ამ ოქტომბრისთვის გამოწვევა და სირთულე თქვენთვის ერთ-ერთი რაც არის, რომ არ მოტყოდეთ, მოტყუებული არ დარჩეთ, გადაამოწმოთ ყველაფერი, დააკვირდით ვისთან რა საუბრობთ და ვის როგორი დამოკიდებულება აქვს და ეს თან იცით როგორი მეგობარი არის, რომ რაღაცა ჩელამაზებული სახე რო აქვს და იმის უკან რომ რა იმალება. ასე რომ აქ ამ თვეში რომ ვინმე იმედგაცრუება და გულნადგენი არ დაგტოვოთ, მეგობართან იყავით, ანუ უშუალოდ მეგობრული სიტუაცია მოდის აქ. ეს მოდის რა გაგიხარდებათ ყველაზე მეტად? რეალურად ყველაზე მეტად
გაგიხარდებათ ის, რომ აი ამ წარსულის მირიჭულობები, რაც ვახსენე და ის წარსულის საკითხები უნდა ჩაიხუროს და უნდა დასრულდეს თქვენ შემთხვევაში და აი თითქოს ემოციური განთავისუფლება გექნებათ რა. აქამდე კი შეიძლება მდგომარეობები ობიექტურად ესე ვთქვათ დასრულებული იყო, მაგრამ პრობლემა იყო ის, რომ რაღაცები მაინც გრძელდებოდა და რაღაცა ემოციურად რაღაცებში მაინც ნერვულობდით განიცდით, რომ აბა იქ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, აბა ეს სწორი იყო, მე რო ესე ვუთხარი და მე რო ესე ვიმოქმედე და ყველაზე მეტად ეს გაგიხარდებათ, რომ თვის ბოლოს ოღონდ რა იცოდეთ, რომ იგრძნობთ ძალიან დიდ შვებას, რომ ის ყველაფერი რაც დავამთავრე, დავასრულე და სულ ეს არის. ეხლა მშვიდად შემიძლია განვაგრძო ჩემი ცხოვრება. აი ღამე რო ფიქრი და ნეგატიური აზრები რო არ გაწუხებს რა და მშვიდად რო გძინავს და იძინებ და იგუძებს, სწორედ ეგ მომენტი გექნებათ თქვენ. და ზოგადად რჩევა რეალურად რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ არ შეგეშინდეთ სიახლეების ხშირად ესეთი წარსული საკითხების დახურვა და ჩახურვა იწვევს ხოლმე ცოტა შიშს, ესე ვთქვათ, რომ აბა ეხლა როგორ იქნება, აბა ეხლა რა გამოწვევა მექნება. ანუ იცოდეთ, რომ ანუ თან ის მომენტი გაქვთ, რომ შეიძლება მერყობა გქონდეთ, რაღაცა ემოციური, ანუ იცოდეთ, რომ მართალი და სწორი ხართ და აი მყარად გადადგით ნებისმიერი ნაბიჯი, იმიტომ რომ ძალიან თავდაჯერებული პიროვნება ხართ, როგორც უკვე გითხარით და მყარად და ძლიერად გადადგით თქვენი ნაბიჯები წინ და აი წინ წადით პირდაპირ წინ გზაზე იყურეთ, უკან მხარეს აღარ მოიხედოთ. ან იმდენი გამოცდილება გაქვთ უკვე დაგროვებული, რომ რა სირთულეც აღარ უნდა მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, ყველაფერს მოკლედ აგვარებთ და ალაგებთ. ეს არის ზოგადი რჩევა, მოკლედ რაც აქ უნდა გაითვალისწინოთ, რომ იყუროთ წინ. ეს იყო მეორე ვარიანტი და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა და გამიზიარეთ მოკლედ თქვენ რას ფიქრობთ, თქვენ რამდენად მოგწონათ ეს გაშლა. მე კიდევ ახლა გადავალ მესამე ვარიანტის წაკითხვაზე და ასე დავალაგოთ არკანები, ამოვიღოთ დარჩენილ კითხვებზეც. ძალიან გამიხარდება მოკლედ თქვენი კომენტარები, თუ დაალაიქებთ, მოიწონებთ ვიდეოს გამომყოფით Facebook-ზე ან Instagram-ზე, სადაც თქვენთვის უფრო კომფორტული არის და შემომიერთდებით. მოკლედ ეს ძალიან გამახარებს. ასევე მივიღებთ ნებისმიერ რჩევას და რეკომენდაციას, რას მირჩევთ, როგორ წარმოვთო გაშლა. ესეთი ფორმატი მისაღები არის თქვენთვის თუ არა, მოკლედ ღია ვარ და მიმღებლობით სავსე თქვენი რჩევებისაგან და თუნდაც შენიშვნებისაგან. გადავიდეთ ახლა ჩვენს მესამე ვარიანტზე და აბა მოდი ნახოთ მესამე ვარიანტის ამორჩეულობა როგორ იქნება თქვენთვის ეს კვირა, კვირა უბრალოდ მთლიანი თვე. მიმაპატიეთ, ესე იგი, როგორ იქნება ოქტომბრის თვე მესამე ვარიანტისთვის. ენერგიები დასაწყისში ვიტყვი, რომ აი ცოტა ისეთ ხასიათზე და განწყობებზე იქნებით, რომ ანუ ან არ გენდომებათ საერთოდ რაღაცა ახალი სიახლეები, არაფრის ყველაფრისგან და ყველასგან შორს ყოფნა გენდომებათ, არ გენდომებათ ურთიერთობებს შესვლა, არ გენდომებათ კომუნიკაცია, აი ზედმეტად კომუნიკაციაც კი შეიძლება რომ არ გესიამოვნოთ თუნდაც თქვენ საყვარელ ადამიანებთან. ასე რომ, ენერგიები და ენერგეტიკები არის ცოტათი, ესე ვთქვათ, ცივი საკუთარ თავთან დარჩენა, განმარტოვება, აი ეს გენდომება ძირითადად. რაც შეეხება სიახლეზე რა ვისაუბროთ, სიახლეები ჩანს, რომ ანუ ადამიანი უნდა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, რომელთან ასევე სურვილი არ იქნება ურთიერთობის. უფრო შეიძლება ის იყოს წარსულიდან მობრუნებული და გამოჩენილი ადამიანი, რომელთანაც აი რაღაცა შეიძლება ბოლოს უთანხმოება ჰქონდათ, ან უსიამოვნო საუბარი ჰქონდათ, ან რაიმე კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდათ და სიახლე არის, რომ შეიძლება ამ ადამიანს საერთოდ არ ელოდებით, რომ გამოვიდეს და რაღაცებზე გესაუბროთ და ამ ადამიანის გამოჩენა და შემოსვლა ჩანს რეალურად თქვენთან თქვენს ცხოვრებაში. და სწორედ ეგ სიახლე მოდის რეალურად აქ რა, ანუ ამ ადამიანის შემოსვლა გამოჩენა იკვეთება. ოღონდ ეს გამოჩენა არ იქნება მთლად კარგი. თითქოს აი ამ ადამიანის გამოჩენა და მოსვლა არ გაგახარებთ, ანუ კარგ განწყობაზე არ დაგაყენებთ. რაც შეეხება რა უნდა მოიტოვოთ უკან უნდა მოიტოვოთ მამაკაცი ჩვენ სხვათა შორის აქ რა თქვენ შემთხვევაში ვიღაცა ადამიანი უფრო პიროვნება შეიძლება სწორედ ეს იყოს ეს ადამიანი, რომელთანაც რაღაცა უსიამოვნო საუბარი გელოდებათ, ან უსიამოვნო დაასრულეთ მდგომარეობა თქვა და სიტუაცია თქვა, უკან მოიტოვეთ ეს ადამიანი. ანუ თითქოს უკვე დროა რომ ამ ადამიანთან რაღაცები დაასრულოთ, რაღაცები წერტილი დაუსვათ. უმეტესობის თქვენ შემთხვევაში შეიძლება ცოტა არეული პირადი სიტუაციები იყოს, პირად ურთიერთობების ჭრილში რა, უფრო ამას ხედავ რეალურად აქ.
და ადამიანთან ურთიერთობის შეწყვეტისკენ მოგიწოდებთ ტაროს კარტი ამ შემთხვევაში უკან მოიტოვეთ ეს ადამიანი, იმიტომ რომ თქვენს წინსვლას და თქვენ რომ კარგად იგრძნოთ თავი, აი ამას შეუშლის ძალიან ხელს ეს პიროვნება. რაც შეეხება რასთან უნდა იყოთ ფრთხილად იყავით აი სიახლეებთან, მაინც და მაინც ეს ოქტომბრის თვე არ არის იმისთვის, რომ ან ახალი ურთიერთობა დაიწყოთ, ან ახალი სამსახური დაიწყოთ, ან ახალ რაღაცა სიტუაციებში ორიენტირდეთ, ანუ ეს იქნება რა რეალურად ყველაზე უფრო სწორი, რომ აი რაღაცები გადადოთ მომდევნო ან თვისთვის, ან კვირისთვის, ან თუ რაღაცა ისეთი სიტუაცია, რომ ხა მაინც სამსახურს ხება და ეხლა და ამ თვეში უნდა დაიწყოთ, ხო სიტყვაზე ამბობ, სიახლე თუ გინდათ, ამ შემთხვევაში ჯობს რომ აი კარგად დაფიქრდეთ, რამდენად თქვენია, კარგად აწონოთ, დაწონოთ, ანუ ნაუცბათები და ნაჩქარები გადაწყვეტილება არ მიიღოთ და ხო კიდევ პირად ურთიერთობების საკითხზე, პირად ურთიერთობაში არ შეხვიდეთ, ის იქნება ყველაზე უფრო სწორი, ხო? ანუ ამ შემთხვევაში რასთან უნდა იყოთ, რომ აი ეს პირადი ურთიერთობები არ დაიწყოთ, იმიტომ რომ ეხლა დაწყებული პირადი ურთიერთობები ის იქნება ძალიან კარმული, ძალიან მე შეიძლება გართულებები მოყოს და უსიამოვნოდ იგრძნოთ თავი. რა არის რეალურად, რაც გაგიხარდებათ ბევრ სიტუაციაზე იგრძნობ თავს გამარჯვებულად, დაფასებულად, აი შინაგანად რომ კმაყოფილი ხარ და მე რომ მე შევწევი, მე ეს გადავლახე, მე ეს მოვაგვარე, მე ამ ყველაფერზე გავიმარჯვე. სწორედ ესეთი ამაყი სახით დგას ეს ადამიანი ამ არკანზე და სწორედ ესე იგრძნობ თავს, რომ აი მე ეს პერიოდი გადავლახე. თან მით უმეტეს თუ ჩვენს პირველ არკანს ამ ენერგიებს დაუკავშირებთ, რომელიც გამარტოებისკენ და განცალკევებისკენ მოგიწოდებთ, აი სწორედ ეს მომენტი იქნება, რომ აი დავისვენე, განცალკევდი და ეხლა მე უკვე გამარჯვებული ვარ. თითქოს აი ოქტომბრის ბოლოს უკვე იგრძნობთ, რომ ხართ გამარჯვებული, კარგ პოზიციაში, სწორედ ისე მიდის მდგომარეობები, როგორც თქვენს გსურდათ და მოისურვეთ, ხო? და რაც შეეხება ზოგადი რჩევა რეალურად არის ის, რომ აი ეს თვე რასაც არ უნდა აკეთებდეთ, რაც არ უნდა იყოს, ანუ შენერებულად იმოქმედეთ. შეიძლება უცებ რაღაც მომენტში მოგინდეთ, რომ მოდი ხა მე ყველაფერს სწრაფად მოვაგვარებ, მოდი ხა მე ამ სიტუაციას სწრაფად დავხარ. არა, ნებისმიერი თქვენი მოქმედება, ნებისმიერი თქვენი საუბარი იქნება, თუ კომუნიკაცია იქნება, სიტუაცია იქნება, აი მშვიდად, ნელად და წყნარად მიიღეთ. ნელი და მშვიდი გადაწყვეტილებები მიიღეთ. არ იჩქაროთ ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ აი ამ ენერგიებიდან ამ რომ უცებ ესეთ დადებით ენერგიებზე გადახვალთ, უცებ მე შეიძლება მოიცროთ რაღაცას უცებ შევცვლი, უცებ აი ამას გავაკეთებ, სპონტანური გადაწყვეტილებები არ გინდოდეთ. შვიდად, წყნარად მიყევით თქვენს მოკლედ აი ამ სიტუაციებს და მდგომარეობებს. საერთო ჯამში მოკლედ ძალიან საინტერესო გამოვიდა გაშლა და აბა რა სიტყვით მესამე ვარიანტის ამორჩეულებო გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ამ გაშლასთან დაკავშირებით. იქ ახლა გადავალთ მეოთხე ვარიანტზე და ამოვიღებ არკანებს, ვნახოთ მოკლედ. ოქტომბრის თვის მიმოხილვა მეოთხე ვარიანტისთვის, ესე იმედი მაქვს რომ ჩანს. და გამიზიარეთ, რამდენად მოგეწონებათ ეს გაშლა. რა კითხვებზე ისურვებდით მომდევნო გაშლას? ესე ავწიოთ მეხუთე ვარიანტი. და ჯერ ახლა მოდი ვისაუბროთ ჩვენს ძვირფას მეოთხე ვარიანტზე. ნახოთ რა იქნება ოქტომბრის თქვენთვის. ძალიან საინტერესო არის. მოდი დავიწყოთ. ენერგეტიკები იქნება ის, რომ აი თითქოს ეს ადამიანი ახლა მეოთხე ვარიანტში ვინც მოყვართ, ელოდებოდით, რომ დამდგარიყო ეს ოქტომბრის თვე. აი ელოდებოდით, რომ ეს პერიოდი მოსულიყო. შეიძლება ძალიან გიყვართ ან ოქტომბრის თვე, ან უბრალოდ სიახლეები გწყურიათ და აი ხომ არიან ადამიანები, რომლებიც გეგმავენ, რომ აი ახალი თვიდან ამას დავიწყებ, ამას ვიზავ, იმას ვიზავ. სწორედ მოკლედ ეგ ჩანს, რომ ანუ ენერგიები იქნება ძალიან ამაღლებული, თითქოს აი ერთი სული რო გაქვს რაღაც ახალი პერიოდები შემოვიდეს, სწორედ ეს არის. მოკლედ მნიშვნელოვანი თუ არის რეალურად თქვენთვის და ენერგიების ენერგეტიკაც არის არაჩვეულებრივი ამ შემთხვევაში. სიახლეები, ფინანსები არის მოკლედ რაც არ უნდა იყოს და რასაც ახლა არ უნდა ელოდებოდეთ, რომ გითხრათ, იცოდეთ, რომ ფინანსური საკითხები ლაგდება. იმდენად კარგი ფინანსები შემოდის, რომ აი ამის მოლოდინი შეიძლება აქამდე არ ქონიათ. ანუ შეიძლება საერთოდ სხვა საკითხების მოგვარებას ელოდებოდით, რომ ვიტყოდი, მაგრამ აი
ცალსახად ყველასთვის, ვინც აიჩეთ მეოთხე ვარიანტი. ფინანსური საკითხები გილაგდებათ, იდეალურად მიდის ეს მდგომარეობები, შეიძლება უმეტესობა თქვენთაგანს დიდი შენაძენებიც გქონდეთ, უძრავი მოძრავი ქონების შენაძენების გულისხმობ რეალურად აქ და ეს სიახლე შემოდის. არ გამორიცხავს სწორედ მაგიტომაც გიხარდათ აი ოქტომბრის თვის დადგომა ზოგიერთ თქვენთაგანს. რაც შეეხება რა უნდა მოიტოვოთ უკან უნდა მოიტოვოთ ნერვულობა, დარდი, შფოთვა, ზოგ შეიძლება აქამდე შფოთვითი აშლილობები ქონდათ, რაღაცა ჯანმრთელობის პატარა პრობლემები იყო, ნუ ყველაფერი მოიტოვოთ უკან. ჯანმრთელობის პრობლემას გულისხმობ, აი ეს ჯანმრთელობის პრობლემას ცოტა მენტალურ საკითხებს რო ხება და არა ეხლა რაიმე სხვა გართულებებს, ხო? ანუ რაზე სტარტობდით, ნერვულობდით, რომ აი ხა ეს როგორ გამომივიდოდა დაბეს, ან დროა უკვე რომ ეს ყველაფერი დატოვოთ წარსულში, ანუ რაზე სტარტობდით, ნერვულობები, შფოთვები, უსიამოვნო განცდები, ანუ წინ მომავლისკენ მხოლოდ ეს შეხვედრებები და განცდები გქონდეთ რეალურად თქვენ, ხო? რაც შეეხება რასთან უნდა იყოთ ფრთხილად? ფრთხილად იყავით თქვენს ემოციებთან. ნახეთ, აქ აშკარა არის, რომ ძალიან დიდი დაარდიან ნერვულობა გადაიტანეთ, რაღაცა ან შეიძლება ვინმე დაკარგეთ, ან რაღაცა ურთიერთობები შეგიწყდათ, ან ემოციური საკითხები გქონდათ. რა საკმაოდ ემოციური პერიოდი იყო, შეიძლება ეს ზაფხული და სექტემბრის თვე თქვენთვის. ხო და ფრთხილად იყავით, რომ აი ეს ემოციები მე კი გითხარით აქ, რომ ის უკან მოიტოვოს და უკან კი არ მოიტოვოთ, პირით არ გაიმწვავთ და არ ჩააგაჭიროთ, ესე რა ვთქვათ, ამ ემოციურმა საკითხებმა. ანუ უკან მოიტოვეთ ნეგატიური ამბები, შფოთვები, ნერვულობები და დარდები და ფრთხილად იყავით სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ემოციები უკან კი არ მოიტოვოთ, წინ არ დაგიხვდეთ და ისევ ნერვულობაში არ ჩაერთოთ. ზოგიერთ შეიძლება რაღაცა დეპრესიული პერიოდებიც გქონდათ და ეს დეპრესიული განწყობები, ხო იცით როგორც არის, ერთი თუ დაიწყებთ ფიქრს და ემოციას, მე შეიძლება შემოგეპაროთ ეს ყველაფერი და ნუ სიფრთხილე მაინც მთავარი არის აქ, რომ იმ ნეგატიურ ემოციებს არ აყვეთ და შეიძლება რაიმე ნახოთ, ძველი ან ჩანაწერი იყოს, ან რაღაცა უცებ-ძველი ფოტო ნახოთ, რაღაცა ისე რომ არ გაგიახდეთ ეს ტკივილი და დარდი, ხო? რაც შეეხება რა გაგიხარდებათ ოჯახში შამოდის ძალიან კარგი სიახლე, შეიძლება საქმე ძალიან კარგ ადგილზე წახვიდეთ, ან ქალაქგარეთ, ან უბრალოდ რაიმე მოგზაურობა გქონდეთ დაგეგმილი, ან უბრალოდ სპონტანურად რაღაცა მეგობრის, ახლობლის ან ოჯახის წევრის ანთაბადების დღე იყოს, არამე შეკრება იყოს, აი კარგად სასიამოვნო ადგილზე მიდიხართ, სადაც ძალიან სასიამოვნოდ და თბილად გაატარებთ დროს. ეს სიტუაცია არის აი ოჯახური გარემოცვა, ოჯახური სიტუაცია მოკლედ და ეს არის მოკლედ რაც უნდა რაც ყველაზე მეტად გაგიხარდებათ ეხლა, ხო? აქ ოქტომბრის თვეში და ძალიან საინტერესო არის რჩევა, ძალიან მიყვარს ის არკანი, რჩევა არის რეალურად ის, რომ დროა რომ გამოხვიდეთ თქვენი ძველი მედან და გადახვიდეთ ახალ ტალღებზე, გადახვიდეთ ახალ ენერგიებში, გადახვიდეთ ახალ საფეხურებზე. თუ რა დატოვეთ ძველი და რაღაცა აი ის თქვენი ძველი მე დაინგრეს, ჩამოიმსხვრას, მით უმეტეს აი ამ ემოციურობის ფონზე და წინ წახვიდეთ. აი ეს არის მოკლედ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი თქვენთვის. ძალიან საინტერესო იყო, ვფიქრობ, განსაკუთრებით ეს რჩევა, რაც ესე აქ ესე ჩანს. და იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ და გამიზიარეთ თქვენი შეხედულება უშუალოდ ამ გაშლის მიმართ და რამდენად რეზონირდება და მე ახლა გადავალ ბოლო მეხუთე ვარიანტის ამომრჩევლებზე და ვნახოთ ოქტომბრის თვე როგორი იქნება თქვენთვის. მოგსმენს არკანების კარგად ჩანს თქვენთვის და მოდი ვისაუბროთ ოქტომბრის თვეზე. ზოგადი ენერგიები შეიძლება ოქტომბრის თვე თქვენთვის დაიწყოს უკვე ისე რომ აი გადაღლილი ხართ, გადატვირთული ხართ, არ გაქვთ არაფრის ხალისი, ცოტათი დაღლილი ხართ. მაინც სადებითი ენერგეტიკები არ შემოდის აქ, თითქოს აი უკვე დაღლილი რო დაიწყებ ადამიანი და აი რაღაცა ბევრი საქმეც რო არის და ბევრი სანერვულოც რო შემოდის ერთად, ესე იწყება მოკლედ ოქტომბრის თვე. ან დასაწყისი იქნება ცოტათი უფრო რთული. შემდგომი პერიოდები უფრო დაალგებული იქნება, ანუ ოქტომბრის შუა და ბოლო ნახევარი უფრო შვიდი იქნება თქვენთვის ეს პირველი ნახევარი ცოტათი რთული ჩანს რეალურად აქ. სიახლე რეალურად ახალი ადამიანის შემოსვლა ჩანს თქვენ შემთხვევაში, ახალი მამაკაცი შეიძლება შემოვიდეს, ან ახალი ადამიანი, რომელიც აი თქვენს აი ამ ნეგატიურ და გადაღლილი ენერგიებს ძალიან გაახალისებს. ეს ადამიანი უფრო შემიძლია ვთქვა, რომ არის აი საერთოდ ახალი
არ გამოვიცხარო თუ ეხლა თქვენ პარტნიორი არ ყავთ, ამ ადამიანთან პარტნიორული ურთიერთობა წამოიწყოთ, ხოლო მათ, ვისაც პარტნიორი ყავთ, უმეტეს შეიძლება იყოს ეს ადამიანი ზოგიერთი შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში არა. ანუ ახალი ადამიანის შემოსვლა ჩანს უფრო ესე შემიძლია თქვა, ანუ ახალი ნაცნობობა, ახალი ურთიერთობა, რომელიც არ იქნება დროებით, ანუ ამ ურთიერთობას რაღაცა დიდი გაგრძელებაც ექნება. აი ეს შემიძლია რომ გითხრათ რეალურად აქ. რა უნდა მოიტოვოთ უკან? გადაწყვეტილება, რომელზეც აი ძალიან დიდხანს ფიქრობდით, უმეტესად შეიძლება ეს ურთიერთობა ასახებოდეს, იმიტომ რომ ჩვენ აქ გვაქვს არკანი შეყვარებულები, ეს არკანი გულისხმობს იმას, რომ ამ პირადი ურთიერთობის საკითხი უნდა მოიტოვოთ უკან, ან თუ არჩევანის წინაშე იყავით რაიმე კონკრეტულ ადგილზე, წასულიყავით, არ წასულიყავით, გაგეგრძელებინათ, არ გაგეგრძელებინათ, ანუ არჩევანი რაც აქამდე და სიტუაცია რაც აქამდე გაწუხებდათ, აი ეს უნდა მოიტოვოთ უკან, აი ეს უნდა დასრულდეს და ჩაიხუროს, ესე რომ ვთქვათ, აქ თქვენს შემთხვევაში. რაც შეეხება ფრთხილად, ანუ ამ შემთხვევაში იყავით თქვენს ემოციურ მდგომარეობასთან და ემოციურ სიტუაციებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ცოტა რაღაც აქ ემოციური შემოტევები ჩანს უფრო და ფრთხილად იყავით თქვენს ემოციებთან, ემოციურ მდგომარეობასთან, რომ წარსულმა არ გაგახსენოთ თავი, რომ რაღაცა წარსულში მიბრუნება არ მოისურვოთ და ამ არკანების სინთეზი რეალურად მაძლევს იმის საშუალებას გითხრათ, რომ შეიძლება მოგინდეთ ან წარსული ურთიერთობის აღდგენა, ან წარსულის დალაგება და მოკლედ ეს არ იქნება თქვენთვის კარგის მომტანი, რაც არ უნდა იყოს ეს გაითვალისწინეთ. რა გაგიხარდებათ? ძალიან ბევრი პატარ-პატარა წვრილმანი საკითხი შემოვა თქვენ შემთხვევაში, რაც გაგახარებთ. შეიძლება გაშემოყოფება გითხრათ კომპლიმენტი, რაღაცა შექება მიიღოთ, დადებითი სიტუაცია, ანუ ბევრი დადებითი წვრილი, მაგრამ ბევრი დადებითი სიტუაცია გიჩანთ რეალურად, რაც ყველაზე მეტად გაგახარებთ. ანუ აი კომპლიმენტები, კარგ სხვადასხვა სასიამოვნო სიტუაციებში მოხვედრა და ეს ყველაფერი თქვენს განწყობაზე ძალიან იმოქმედებს. აქ მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხის გამოყოფა არ შემიძლია, იმიტომ რომ კარგი ემოციები თავისებით რეალურად აქვს. და რჩევა არის ძალიან ზოგადი რჩევა, რაც არის თქვენ შემთხვევაში არის ის, რომ არ გაიხედეთ უკან, განაგრძეთ გზა წინსვლისკენ და ის რაც მოხდა წარსულში, ეს ყველაფერი მიიღეთ თქვენს გაკვეთილად. დრო არის ახალი ფურცლიდან რომ დაიწყოთ ბევრი თქვენი საკითხი და ჩავაღმავდეთ სად და როგორ ხართ, რა ეტაპზე ხართ თქვენს მიზნებთან მიმართებით და ისე განაგრძოთ სვლა. ეს იყო ბოლო და მეხუთე ვარიანტი და იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ მეხუთე ვარიანტის ამომრჩეველი ეს გაშლა. მე კიდევ წარმატებულ და ბედნიერ ოქტომბრის დღეს გისურვებთ.